ლინდონ ნერი კვლავ თბილისშია. თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული არქიტექტორი. სტუდია ნერიენთუს დამფუძნებელი სასტუმრო ტელეგრაფის ერთ-ერთ დარბაზში იჯდა და თავის გამოცდილებაზე ესაუბრებოდა აუდიტორიას. როგორ გაცოცხლდა შესანიშნავი, მაგრამ ფუნქცია დაკარგული არქიტექტურის ძეგლი. როგორ გახდა იგი თანამედროვე, მყუდრო და სიცოცხლით სავსე. აი ამას უამბობდა დაინტერესებულ აუდიტორიას არქიტექტორი და დიზაინერი ლინდონ ნერი. ეს გზა არქიტექტორმა და მისმა სტუდიამ ქართველებთან ერთად გაიარა. მათთან ერთად გადიოდა მძიმე შრომითა და ფიქრით დატვირთული დღეები. და აი პოსტის შენობა ბრწყინვალე სასტუმრო ტელეგრაფად იქცა. ნერიენთუმ Silk Development-თან ერთად შექმნა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ტელეგრაფი. პირველი სასტუმრო რეგიონში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ორგანიზაციის The Leading Hotels of the World-ის წევრია. თავად ლინდონ ნერი ამბობს, რომ სასტუმრო ტელეგრაფი ეს მთელი ქალაქია ერთ შენობაში. თანაც ურთიერთობისთვისა და აზრების გაცვლისთვის შექმნილი ქალაქი. ეს სასტუმრო საკმაოდ საინტერესოა, იმით რომ იგი შექმნილია როგორც საჯარო სივრცე, ქალაქის შენობაში. აქ შეგიძლიათ ნახოთ ბიბლიოთეკა, ეზო, რამდენიმე რესტორანი, ბარი. მრავალი თვალსაზრისით ეს პატარა ქალაქია ერთ შენობაში. ეს კონცეფცია ცოტათი განსხვავებულია. სივრცე გახსნილია, რადგან აქ ადრე პოსტა იყო. თბილისის სოციალური ქსელის ნაწილი. ეს მხოლოდ სასტუმრო არ არის, ეს არის ადგილი, სადაც საზოგადოება იკრიბება, სადაც ურთიერთობა, კომუნიკაცია და დიალოგია. სასტუმროს შექმნის პროცესში ვცდილობდით, რომ ეს უფრო მეტი ყოფილიყო ვიდრე უბრალოდ სასტუმრო, ყოფილიყო საჯარო ფორუმი, ადგილი საზოგადოებრივი დიალოგისა და მსჯელობისთვის. ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა თუ როგორ ცოცხლდება ეს პროექტი. გულით მჯერა, რომ ეს მხოლოდ უახლოესი 2 დღე არ იქნება. იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ახალი ენერგიის დასაწყისი. ეს შენობა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უმოქმედო იყო, ახლა იბრუნებს სიცოცხლეს, რათა ეს ენერგია ახალ თაობას მისცეს. ჩვენი პარტნიორობა Silk Road-თან, გიორგისა და მისი გუნდის არაერთ წევრთან მართლაც გამორჩეული იყო. მათ ნამდვილად უნდოდათ ჩვენთვის მოესმინათ ჩვენი წარმოუდგენელი იდეები. და რაც მთავარია, რეალობად ექციათ ბევრი ისეთი იდეა, რომლებიც შეუძლებლად მიგვაჩნდა. ამიტომ აქვს იმედი და ვისწრაფით იმისკენ, რომ ეს ჯადოსნური ადგილი თბილისის კულტურის ცენტრად გადაიქცევა. ახლა ნერიენთუს ეს კონცეპტუალური პროექტი უკვე რეალობაა. ისევე როგორც ამ სახელოსნოს სხვა პროექტები მთელს მსოფლიოში. ლინდონ ნერის არქიტექტურული სახელოსნოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი მისია იმ ხალხთან ერთად, ვინც ამ პროექტზე 4 წლის განმავლობაში იმუშავა, ნამდვილად შესრულებულია. დასრულდა ხანგრძლივი გზა, რომელიც თითქმის 4 წლის წინ დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ამ პროექტზე ვფიქრობდით და კლიენტთან ერთად ბევრს მუშაობდით. განსაკუთრებით ამაღელვებელი ისაა, რომ ვხედავთ, როგორ იქცევა ჩვენი იდეა რეალობად. ხედვა, რომელიც თავიდან მქონდა ამ პროექტთან დაკავშირებით და რომლის შესახებ ლინდონ ნერი მას ისაუბრა, ამ განსაკუთრებული შენობის ქალაქის ახალ სივრცედ გადაქცევა იყო. ისეთ ადგილად გადაქცევა, სადაც ხალხი შეიკრიბებოდა, ცხოვრებით ისიამოვნებდა, ისაუბრებდა და მოსაზრებებს გაცვლიდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ ვარ და ვხედავთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი ყოველდღიურად. სასტუმრო მუდამ ხალხით სავსეა, აქ უამრავი ადამიანია. ეს გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი მისია შესრულებულია და ეს ძალიან გვახარებს. ბატონი გიორგი რამიშვილის და Silk Development-ის მოწვევით დღეს ტელეგრაფში უმასპინძლობთ ბატონ ლინდონ ნერის, რომელიც არის ნერიენთუს დამფუძნებელი. ისინი არიან ტელეგრაფის პროექტის ავტორები, როგორც არქიტექტურის რეკონსტრუქციის, ასევე დიზაინის ნაწილში. მათ ძალიან დიდი შრომა გაწიეს, ძალიან დიდი ბუნებით მიუძგნენ ყველა დეტალს ჩვენს პროექტში, რომ შეენარჩუნებინათ პირვანდელი იერსახე ამ შენობისთვის, რადგან თბილისის ისტორიის ნაწილია ძველი ტელეგრაფის შენობა. ამიტომ ძალიან დასაფასებელია მათი შრომა და ჩართულობა ამ პროექტის განხორციელებაში. ნერიენთუ ლინდონ ნერიმ და როზანა ჰუმ შანხაიში დააარსეს. ამ სტუდიას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში არაერთი ისტორიული შენობისთვის მიუნიჭებია ახალი სიცოცხლე და არაერთი ჯილდოც მიუღია წარსულისა და აწმყოს ოსტატურად დაკავშირებისთვის. ასეთია ტელეგრაფის ამბავიც. ყოფილი ცენტრალური პოსტის პროექტი ცნობილ ქართველ არქიტექტორებს ლადო ალექსი მესხიშვილსა და თეიმურაზ მიქაშავიძეს ეკუთვნით. შენობის ეს მეტად საინტერესო, ისტორიული იერსახე უცვლელია. ფასადს მიღმა კი თავად ლინდონ ნერის სიტყვებით, რომ ვთქვათ, თანამედროვე სასტუმრო სტუმრებს მყუდრო და დახვეწილი ქალაქი ელოდებათ.